პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მათ ყუარა ის, ვინც ძალადობას მშვიდობიან პროტესტს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, დიპლომატების დაშინებაზე ბევრად უარესია ის, რასაც საქართველოს მოქალაქეების მიმართ აკეთებენ. შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გამოცემა ბათუმელებთან ინტერვიუში თქვა, რომ დიპლომატების მიმართ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ მათ ყუარა ხარ და ძალადობას უჭერ მხარს, სახალისო არ არის. ბრიუსელს ყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, რა არის საჭირო ევროკავშირის გასაწევრი და რა არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რომელიც მას გამოყოფილი აქვს როგორც გერმანიის წარმომადგენელს და იღებს თავის თავზე ევროპის სახელით, ევროკავშირის სახელით საუბარს. ხან ჩემ წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ, მას ხო არ მივწერე. მივწერე ჰერჩინსკის. ჰერჩინსკი თავის პასუხი გასცა. გამოდგა ეს ადამიანი და კიდე ახლა ამის კომენტირება დაიწყო. შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მიწერა ევროკავშირის ხელმძღვანელობას, გამოვიდა ეს ადამიანი, ამის კომენტირება დაიწყო და ახლა არ ვიცი თუ გერმანია არის, თუ ბერლინი არის დედაქალაქი ევროკავშირის გაგოგებინონ თუ კი ეს არის ახლა დღევანდელი ისტორიული მოცემულობა. კიდე ერთხელ წარმოუდგენელია, არ ვიცი ეს ადამიანი რა გითხრათ რომ ესე იგი არც თავისი იცის, არც სხვისი ესმის და ჩვენი კეთილი რჩევები, რომლებიც თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ურჩევდით რომ ვენის კონვენციის ფარგლებში ყოფილიყო, არ შეურაცხყოფ არ მიეყებინებინა მასპინძელი ხალხისთვის, მასპინძელი ხალხის ხელისუფლების არაფერი ეს ადამიანი არაფერი ამ ადამიანს არ გაითვალისწინა. გაიწვიეს გერმანიაში, გერმანიის საგასახლებო სამინისტრო და მივიღეთ პირობა რომ ის დაბრუნდებოდა, ოღონდ არ იქნებოდა ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც და თავდასხმები, რომელიც მისგან ვიყავით შეჩვეული, სამწუხაროდ ეს პირობაც დაირღვა. ერთადერთი რაც გვაიმედებს არის ის, რომ რამდენიმე დღე დარჩა მის ელჩობა საქართველოში და ამითი ეს სამწუხარო კარი ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში იმედია დაიხურებს.